მოგესალმებით მეგობრებო, განვაგრძობთ C#-ის შესწავლას და დღევანდელ გაკვეთილში ვისაუბრებთ ისეთი მნიშვნელოვანი თემის შესახებ, როგორც არის property, ანუ საკუთრება და ეს მიდგომა, ფუნქციის ეს ნაირსახეობა ძალიან აქტიურად და ხშირად გამოიყენება კლასებთან მუშაობისას. სწორედ ამიტომ მოდი შევქმნათ რაღაცა კლასი, რომელსაც პირობითად დავარქვათ სტუდენტი. ანუ ეს კლასი ინახავდეს ინფორმაციას სტუდენტების შესახებ. და მოდი ჩავთვალოთ, რომ ჩვენს პროგრამაში გათვალისწინებულ სტუდენტს, ჩვენი პროგრამის ლოგიკის მიხედვით გათვალისწინებულ სტუდენტს უნდა გქონდეს სულ ორი ველი. პირველი ეს იქნება სახელი და მეორე იქნება age. ანუ ასაკი. აქედან გამომდინარე, მოდი შევქმნათ ეს ორი ველი, გავუწეროთ ამ კლასს შიგნით. დავწეროთ public string name და public int age. აგრეთვე დავწეროთ public void მეთოდი, რომელსაც დავარქმევთ სახელად displays და ამ void-მა ამ void-ში გავწეროთ console writeline name და age. ეს იყოს ასე ვთქვათ მეთოდი ამ კლასის შიგნით არსებული მეთოდი, რომელსაც გამოძახების შემთხვევაში დაევალება რომ წარმოადგინოს ის კონსოლში გამოიტანოს ის მონაცემები, რომლებსაც მივანიჭებთ აი ამ კლასს, ამ კლასის კონკრეტულ ობიექტს. კი ბატონო, გამართულია ყველაფერი. ეხლა უკვე შეგვიძლია შევქმნათ სტუდენტის კონკრეტული ობიექტი, რომელსაც დავარქვათ სტუდენტი, იგივე სახელი ერქვას, უდრიდეს new students და ამ სტუდენტს მივანიჭოთ რაიმე სახელი, მაგალითად მივანიჭოთ გიორგი და მივანიჭოთ რაღაცა ასაკი, დავუშვათ 12 წლის და შემდეგ გამოვიძახოთ მისი მეთოდი display და თუ გავუშვებთ კონსოლში, დავინახავთ რომ დაიბეჭდება ამ მისი სახელი და ასაკი. ანუ რაც მივანიჭეთ. კი ბატონო, ყველაფერი კარგად არის და პრობლემა არ არის ასეთ შემთხვევაში. მაგრამ პრობლემა წარმოიშვება იმ მომენტში, როდესაც შეიძლება უბრალოდ პრობლემა შეიძლება წარმოიშვას იმ მომენტში, როდესაც ჩვენ სტუდენტს ვანიჭებთ ასაკს. და კონკრეტულად რაში მდგომარეობს პრობლემა, რაში შეიძლება რომ პოტენციურად მდგომარეობდეს პრობლემის შინაარსი. ძალიან მარტივად მომხმარებელმა ან თუნდაც სხვა დეველოპერმა, რომელიც იყენებს ამ ჩემს სტუდენტ კლასს, შეიძლება რომ ასაკის მინიჭებისას შეცდომით ან შეიძლება გააზრებულადაც გარკვეული მიზნების გამო ადგეს და ამ ჩემ ასაკს მიანიჭოს რიცხვი -12. ანუ უარყოფითი რიცხვი და თუ გავუშვებთ ესეთ პროგრამას, დავინახავთ რომ ჩემს ეს პროგრამა ჩვეულებრივად იმუშავებს და მას მიენიჭება მნიშვნელობა -12. რაც პრინციპში ლოგიკისგან სრულიად აცდენილია, ხო? იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ასე ვთქვათ სტუდენტს, ანუ ადამიანს ასაკი ჰქონდეს უარყოფით რიცხვებში გადასული რიცხვი, ხო? ანუ -12 ასაკი ვერ ექნება ადამიანს ვერანაირ შემთხვევაში. შესაბამისად ესეთი ჩანაწერი, აცდენილი არის ყველანაირ ლოგიკურ საზღვრებს, ყველანაირ ლოგიკურ ჩარჩოებს და მთლიანად არ უღებს ჩემი პროგრამის განვითარების შინაარსს. თუ დაგვიდგებოდა ამოცანა, რომ ესეთი ჩანაწერი და ესეთი პოტენციური საფრთხე გამოგვესწორებინა. როგორ მოვიქცეოდით, ხო? შეიძლება ამის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, შეგვიძლია რომ ეს მონაცემთა ტიპი, რომელიც არის int და ვიცით რომ int უარყოფით რიცხვებსაც ინახავს, გადაგვეკეთებინა ისეთ მონაცემთა ტიპად, რომელსაც არ შეიძლება რომ შეინახოს უარყოფით რიცხვითი მონაცემები. მაგალითად, გადაგვეკეთებინა uint-ად, ანუ unsigned int-ად და ჩვენ ვიცით რომ unsigned int ინახავს მხოლოდ დადებით რიცხვებს, ხო? უნიშნო არის ანუ. მაგრამ უკეთესი ვარიანტი იქნება რომ გადაგვეკეთებინა მაგალითად byte ტიპის მონაცემთა ტიპად. რადგან ჩვენ ვიცით რომ byte-ის მინიმალური მნიშვნელობა არის 0, ხოლო მაქსიმალური მნიშვნელობა არის 255. და ასაკთან, ამ byte ტიპის მონაცემების გამოყენება სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური არის, იმიტომ რომ 255 წლის ადამიანი და სტუდენტი ცოტა წარმოუდგენელი არის, ხო?
ნუ ვერცი არსებობს ფიზიკურად. ამიტომ ნუ ლოგიკურად სრულიად გამართლებული არის, რომ გამოიყენოთ ბაიტი და ნუ ჩვენ მერე ვეღარც შევძლებთ რომ მივანიჭოთ მას მნიშვნელობა, უარყოფითი მნიშვნელობა, მაგალითად -12 და თუ ეხლა შევხედავთ აი main-ში და ვინახავთ რომ ეს -12 წითლდება. და გვეუბნება რომ ბაიტს ვერ მიანიჭებაო ესეთი უარყოფითი რიცხვია. კარგი ბატონო, ნუ გამოვასწოროთ ახლა ყველა ვარიანტში ეს მინიჭების ამბავი და ეს მინუსი წაუშალოთ და დავწეროთ რომ დავაბრუნოთ ისევ ის მნიშვნელობა რომ არის 12 და ნუ ამ მხრივ დაზღვეულებულად რომ უარყოფითი რიცხვებს ვეღარ შევინახოთ. კი ბატონო, ეს ჩვენი პროგრამა ჩვეულებრივად იმუშავებს. უბრალოდ ASAX ტიპი შეუცვლელთ და intis მაგივრად გავხადეთ ბაიტი. მაგრამ ნუ ჩაეშვა ისევ. წარმოიდგინეთ ეს ჩვენი პროგრამა, ასე ვთქვათ, ტესტირების რეჟიმში თუ გამოყენების რეჟიმში ვიღაცები იყენებენ და ისევ ჩვეულებრივად შემოდის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ვიღაცები ანიჭებენ, წერენ აქ თავის ASAX და ჩვენი ეს პროგრამა კი ბატონო მუშაობს და დაზღვეულია იმისგან, რომ უარყოფითი რიცხვს თუ ჩაწერ, ეს პროგრამა არ იმუშავებს. მაგრამ ნუ მოვიდა ვიღაცა ადამიანი და ჩაწერა ეხლა უარყოფითი რიცხვი არ ჩაწერა, დაუშვათ ჩაწერა 250. თავის ASAX-ში მივდით 250 წელი. რაც ფიზიკურად, ასე ვთქვათ, როგორც უარყოფითი რიცხვის შემთხვევაში იყო არალოგიკური, ესეთ შემთხვევაშიც არალოგიკურია, ხო? იმიტომ რომ 250 წლის ადამიანი ფიზიკურად ვერ იარსებებს. როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს ლოგიკური ცდომილება, ხო? რომელიც ფაქტია რომ არსებობს და ამას ვერავინ ვერ უარყოფს. მოდი გამოვიყენოთ იმისათვის რომ ეს ასე ვთქვათ მდგომარეობა რაღაცნაირად შევამსუბუქოთ და გამოვასწოროთ რომ აღარ გქონდეს ესეთი ლოგიკური ცდომილებები, მოდი გამოვიყენოთ, დავიხმაროთ ენკაფსულაციის მეთოდი, ენკაფსულაციის მიდგომა, რომელიც ჩვენ წინა თემაზე განვიხილეთ, ხო? ანუ ჩვენ აი ეს ჩვენი age ველი დავფაროთ, გავხადოთ private, იმიტომ რომ მე აი ამ ველზე, age-ზე, ობიექტიდან პირდაპირ წვდომა არ მქონდეს. ანუ პირდაპირ ვერ წვდებოდი მას და ეგრევე ვერ ვანიჭებდი რაღაცა მნიშვნელობას. კი ბატონო, ეს გავხადეთ private-ი და ვხედავთ რომ ქვევითაც გაწითლდა, იმიტომ რომ მე ამ ველს აი ამ student class-ის გარდა ვერსად ვეღარ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ეს არის private-ი, ანუ არის დაფარული. შესაბამისად მე თუ ამაზე არ გამეხსნება წვდომა და ესე დავტოვებ private, მე მას ვერანაირად ვერ მივანიჭებ მნიშვნელობას. მაგრამ ჩვენ წინა გაკვეთილიდან, როცა ვსაუბრობდით ენკაფსულაციის შესახებ, გვახსოვს რომ ჩვენ შეიძლება პირდაპირ წვდომა არ გქონდეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ირიბი წვდომა გქონდეს აი ამ age ველზე. და ჩვენ შეგვიძლია ეს ირიბი წვდომა გქონდეს რაღაცა შუალედური მეთოდის დახმარებით, რომელსაც მაგალითად დავარქვათ set age, ანუ public დავწეროთ რაღაცა მეთოდი public void set age, რომელიც პარამეტრად აიღებს რაღაცა int-ს, რომელსაც ერქმევა სახელად value და შემდეგ აი ამ მეთოდის შიგნით აი ამ ჩვენ დახურულ private method age-ს მივანიჭოთ მნიშვნელობა value. ხო და ეხლა ეს int-ი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს byte-ი, ხო? იმიტომ რომ ეს ჩვენი age-იც byte-ი არის, შესაბამისად ესეც byte-ი უნდა იყოს, რომ მოხდეს მინიჭება. კი ბატონო, აი ახლა მე პირდაპირ ვერ წვდები აი ამ ჩემ ცვლადს, აი ამ ჩემ age-ს, მაგრამ შემიძლია მივწვდე ირიბად და შესაბამისად, როცა მე მომინდება რომ ASAX რაღაცა მნიშვნელობა მივანიჭო, აი აქ ქვევით სტუდენტის ობიექტის გამოძახებისას პირდაპირ age-ის ველს კი არ გამოვიძახებ მეთოდს set age. ამას გადავცემ რაღაცა მნიშვნელობას, მაგალითად 15-ს და ეს ავტომატურად მიანიჭება აი ამ ჩემს ASAX-ს ეს 15 მიანიჭება აი ამ ჩემს age ცვლადს, რომელიც არის დაფარული და მე მასზე პირდაპირ წვდომა არ გამაჩნია. და თუ გავუშვებთ, ახლა დავინახავთ, რომ ეს ჩვეულებრივად მუშაობს, ხო? და ენიჭება ASAC-ი 15. მიუხედავად იმისა, რომ მე აქ ეს age ველი არ გამომიძახებია საერთოდ, არამედ გამოვიძახე უბრალოდ მეთოდი, რომელიც თავის მხრივ იღებს რაღაცა values და ის თავის ტანში ეს მეთოდი ანიჭებს
I am age რაღაცა values, რაღაცა მნიშვნელობას, რომელსაც მე აქ გადავწერ. და აი უკვე ამ მეთოდის შიგნით ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ რაღაცა პირობა, თუ რა პირობით გსურს რომ მიიღოს აი ამ ჩვენმა კლასმა თავისი ასაკი, ხო? შეგვიძლია ამის შიგნით დავწეროთ if-ი, აი ამ set age-ის შიგნით და აი ამ if-ის შიგნით შეგვიძლია ჩავწეროთ რაღაცა პირობა, ხო? ანუ რა პირობით შეიძლება რომ შემოვიდეს მონაცემი ჩვენს კლასში და რა პირობით შეიძლება რომ მიანიჭოს აი ამ ასაკს ჩვენს მიერ გადაცემული რიცხვი. და იმ if-ის შიგნით დავწეროთ რომ ეს age უდრიდეს ამ values იმ შემთხვევაში თუ აი ეს value, ანუ ის რიცხვი რომელსაც მე გადავწერ, მაგალითად ნაკლები ანტოლი 50-ზე. აი ესეთ ჩანაწერის შემთხვევაში მე უკვე დაზღვეული ვარ იმისგან, რომ ჩემმა ობიექტმა არ აიღოს მნიშვნელობა 250, ხო, როგორც ვანიჭებდი წეგან და იყო შეცდომა ისეთი ჩანაწერი, ხო, იმიტომ რომ 250 წლის ფიზიკურად ვერავინ ვეღარ იქნება. კი ბატონო, ანუ რა ვქენი მე, აი ეს არის კიდევ ერთხელ სადემონსტრაციოდ გაჩვენეთ, ეს არის ენკაფსულაციის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მიდგომა, ხო? ასეთ მიდგომას ვეძახით ენკაფსულაციას. მე დავფარე რაღაცა ველი, რომელზეც პოტენციურად შეიძლებოდა რომ მიმეღო არასწორი ინფორმაცია და აი ამ ველზე, აი ამ ჩემ კლასის შიგნით არსებულ ველზე, ამ შემთხვევაში age-ზე, ინფორმაციის შემოდინება მოვახდინე იმ ლოგიკით, რომელთაც მე მინდოდა, ანუ გარე მომხმარებელი აი ამ ჩემ age ცვლადს მიწვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოიტანს ინფორმაციას, რომელსაც მე აი ამ if-ში გავუწერ, ანუ აი ამ მეთოდში გავუწერ. შესაბამისად, მე ახლა აი ესეთ ჩანაწერის შემთხვევაში გამოვრიცხავ იმის რა ქვია, შეცდომის დაშვების ალბათობას, ხო? ანუ არანაირი ალბათობა იმისა, რომ მე ახლა შეცდომას დავუშვებ, არ არის. და თუ ახლა მე აი ამ მეთოდში set age-ში ქვევით მივანიჭებ რაღაცა მნიშვნელობას, რომელიც მეტია 50-ზე, ну სადემონსტრაციოდ რომ ნახოთ რა შეიძლება მოხდეს. თუ მივანიჭებ მე სიტუაციაზე 56-ს, აი ამ ჩემს set age და შევეცდები რომ აი ამ მნიშვნელობით გავუშვა ჩემი პროგრამა და ვინახავ რომ სახელი იქნება ჩვეულებრივად გიორგი, მაგრამ ასაკი იქნება 0. იმიტომ რომ მე მას მივანიჭე არასწორი მნიშვნელობა, ანუ მნიშვნელობა, რომელიც აი ამ values, აი ამ მეთოდის, აი ამ if-ის პირობას არ აკმაყოფილებდა. შესაბამისად, ამან აიღო default მნიშვნელობა ბაიტისთვის, რომელიც არის 0. შესაბამისად, ჩემს უნივერსიტეტში ვერ დარეგისტრირდება ისეთი სტუდენტი, შესაბამისად, ჩემ პროგრამაში ვერ იარსებებს ისეთი სტუდენტი, რომლის ასაკიც მეტი არის 50 წელზე. აი ესეთი პროგრამა გამოვიდა. თუ მივანიჭებ 50-ზე მეც დავინახავთ, რომ აიღებს მნიშვნელობას 0-იანს, როგორც წეგან, თუ მივანიჭებ 50-ზე ნაკლებ, დავუშვათ 23 წელს მივანიჭებ ახლა და გავუშვებ, დავინახავ, რომ აიღებს კი ბატონო მნიშვნელობას 23-ს და ჩემი პროგრამის გაშვების მომენტში კონსოლში დაბეჭდავს სწორ მნიშვნელობას. კი ბატონო, აი ხაი კიდე ერთი დემონსტრაცია იმისა, თუ როგორ მოვახდინეთ ჩვენ ენკაფსულაცია, რითაც ფაქტიურად გარანტია მივიღეთ იმისა, რომ არასწორი ინფორმაციის შემოდინება ჩემს პროგრამაში ვერ მოხდება, ჩემს კლასში ვერ მოხდება. ანუ ჩემი age valley, ჩემს age wells იმდენი ბარიერი დაუყენე წინ აი ამ მეთოდების სახით. უпростоრად აი ამ ერთი მეთოდის სახით, რომელსაც ქვია set age, რომ გარანტია მაქვს იმისა, რომ არასწორი ინფორმაცია აი ამ age well-ამდე, რომელიც არის private, ფიზიკურად ვერ მოაღწევს. კარგი ბატონო, მოდი ახლა განვიხილოთ სიტუაცია ისეთ შემთხვევაში, როცა ჩვენ გვინდა, რომ აი ეს age-ის სიტყვაზე დაგვჭირდა და რომ რაღაცა ცვლადში დავიმახსოვროთ. ნუ ჩვენი პროგრამის მსვლელობისას დავუშვათ ვაკეთებ რაღაცას და მე მინდა, რომ ეს age ავდგე და რაღაცა ცვლადში დავიმახსოვრო. ნუ მინიჭების ამბავში ყველაფერი კარგად არის. ენიჭება მნიშვნელობა იმ პირობით, რა პირობითაც მე მინდა, ანუ ვერ იქნება ეს უარყოფითი რიცხვი და ვერ იქნება 50-ზე მეტი, ხო? კი ბატონო, ვაგრძელებთ და ეხლა მინდა რომ აი ამ ჩემ byte ტიპის age, ეს byte ტიპის age, აი ეს ცვლადი რაღაცა ცვლადში დავიმახსოვრო. ნუ დავუშვათ დამჭირდა რომ ესე მოვიქცე, ხო? ამისთვის რას ვაკეთებ?
ვაკეთებთ byte-ის ტიპის რაღაცა გარეთ, აი ამ პროგრამის გარეთ, აი ამ კლასის გარეთ უბრალოდ რაღაცა byte-ის ტიპის მონაცემს, რომელსაც დავარქვათ პირობითად a, არა აქვს მნიშვნელობა და მინდა რომ ეხლა აი აქ ეს age დავიმახსოვრო. მაგრამ თუ შევეცდები რომ აი მივწვდე ამ სტუდენტის ობიექტს და მის მეთოდს, მის ველს age, მე დავინახო რომ ეს age ფიზიკურად არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის private და მიუწვდომელი არის აი ამ ჩემი program კლასის მხრიდან, ხო? იმიტომ რომ მე ეს გავხადე private. ანუ public-ს ვერ გავხდი, იმიტომ რომ გავიგეთ რატო, არ მინდა რომ გარეთ იყოს გამოდგმული და მინდა რომ ინფორმაცია შედიოდეს აი ამ მეთოდის, setAge-ის მეთოდის გავლით. ხოლო private თუ იქნება, მაშინ უკვე აი აქ აი ამ byte-ის a-ში ვეღარ დავიმახსოვრებ აი ამის მნიშვნელობას და ეს პრობლემაა. მოდი მოვაგვაროთ ეს პრობლემა იგივე მიდგომით, ხო? ანუ პირდაპირ თუ ვერ უკავშირდები აი ამ ჩემ age slots, იმიტომ რომ არის private, მოდი დავუკავშირდეთ ისე რაღაც შევქმნი რაღაცა შუალედურ მეთოდს, რომელიც მე ირიბად დამაკავშირებს აი ამ ჩემ age-თან, ხო? ამისათვის შევქმნათ კიდე ერთი მეთოდი, public void კლასის შიგნით ვქმნით ამ მეთოდს, რომელსაც დავარქვით getAge და აი ამ მეთოდმა პირდაპირ დამიბრუნოს მე return age. მაგრამ რადგან void-ია return-ს ვერ გააკეთებს, ამიტომ უნდა დასაბრუნებელ ტიპად ავიღოთ იგივე ტიპი, რაც აქვს აი ამ ჩვენ age-ს, ანუ byte. შესაბამისად ეს მეთოდიც უნდა იყოს byte ტიპისა, იმიტომ რომ დააბრუნოს საბოლოოდ byte-ის ტიპის მონაცემი, ხო? ანუ დააბრუნებს აი ამ age-ს პირდაპირ ეს მეთოდი. ეს მეთოდი არის public-ი, ამას შემიძლია რომ გარედან მივწვდე. აქედან გამომდინარე, თუ მე მომინდება რომ აი ამ byte a-ის slot-ში, რომელიც main-ში მაქვს შექმნილი, დავიმახსოვრო აი ამ სტუდენტის ასაკი და მივმართავ პირდაპირ სტუდენტის getAge მეთოდს. ეს მეთოდი არაფერს არ იღებს პარამეტრად, არამედ პირდაპირ აბრუნებს აი ამ ასაკს, რომელიც მე აი აქ მაქვს გაწერილი. ისევ იგივე ტექნიკა გამოვიყენე, ისევ იგივე ენკაფსულაციის ტექნიკა გამოვიყენე, ეს არის მიუწვდომელი, მაგრამ ირიბად მიწვდომადი არის რაღაცა მეთოდიდან გამომდინარე. რაღაცა მეთოდის შუამდგომლობით, უბრალოდ აი ამ getAge მეთოდის შუამდგომლობით. შესაბამისად, თუ მე ახლა მომინდება, რომ აი ეს ცვლადი ჩვეულებრივად გამოვიყენო, ეს age ცვლადი მაგალითად დავუბეჭდო console write line a და გავუშვა ეს ჩემი პროგრამა, დავინახავ, რომ აი 23 დაიბეჭდება ჩვეულებრივად, იმიტომ რომ გიორგის მინიჭებული აქვს ასაკი 23, ხო? აი ესეთი შუალედური მეთოდებით განვახორციელებ მე წვდომას ჩემი კლასის ენკაფსულირებულ ველებზე. მაგალითად, როგორც არის age. თუ დამჭირდება აი ამ age-ზე რაღაცა მნიშვნელობის მინიჭება, გამოვიძახებ მეთოდს setAge, თუ დამჭირდება აი ამ მნიშვნელობის ამოღება და სადმე დამახსოვრება და შემდეგ main-ში გამოყენება, გამოვიყენებ getAge მეთოდს, რომელიც დამიბრუნებს პირდაპირ აი ამ მნიშვნელობას. და ესეთი ჩანაწერი არის უკვე სრულფასოვანი იმისათვის, რომ გამოვიყენოთ და იმუშავებს ჩვეულებრივად და გარდა ამისა არის პლუს დაზღვეული შეცდომების დაშვებისაგან. და წარმოუდგენელია, რომ აი ამ age-ს მე მივანიჭო რაიმე ისეთი მნიშვნელობა, რომელიც წინასწარ არ მაქვს გათვალისწინებული ჩემი პროგრამის ლოგიკიდან გამომდინარე. და აი ესე მოვიქცეოდი, აი ესე ჩანაწერს გავაკეთებდი, თუ გამოვიყენებდი პროგრამირების ენა Java-ს, მაგალითად, თუ გამოვიყენებდი პროგრამირების ენა C++, მაგალითად. და თუ გამოვიყენებდი პრინციპში C#-საც, ხო, იმიტომ რომ C#-ში ვწერთ და ესეთი ვარიანტი მოსულა და ესეთი ვარიანტი ლეგიტიმურია თუ ჩავწერთ. მაგრამ ყველა აი ამ ჩამოთვლილი ენებისგან განსხვავებით C#-ში და .NET არქიტექტურაში აი ესეთი სცენარით განვითარება პროგრამისა არის წინასწარ გათვალისწინებული. და იმისათვის რომ მე ყოველ ჯერზე როცა ვქმნი აი ამ ჩემ კლასებს, ყოველ ჯერზე რაღაცა ვალიდაციებისა და რაღაცა დაცვების ჩადებისთვის აი ამდენი წერა არ მომიწიოს, აი ამდენი მეთოდების წერა არ მომიწიოს, setAge, getAge და ასე შემდეგ. C#-ში არსებობს ესეთი ცნება property,
რომელიც აი ესეთი მიზნების განხორციელებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამიტომ მოდი ახლა აი ეს setAge და getAge მეთოდები დავაკომენტაროთ და ვნახოთ როგორი სინტაქსი აქვს properties. დავწეროთ public byte და age. რატომ ახლა age? იმიტომ რომ ეს property ზოგადად ინგლისურად ქართულად ნიშნავს საკუთრებას და წერთ იგივე სახელს, ვარქმევთ იმავე სახელს, იმავე ველის სახელს, ვის საკუთრებასაც წარმოადგენს ეს property. ამ შემთხვევაში აი ეს property, ანუ აი ეს წარმოადგენს private byte age-ის საკუთრებას. აქედან გამომდინარე, აი ამ properties იქნება, ეს property იქნება იგივე ტიპისა, რა ტიპისაც არის ეს private ველი და ერქმევა იგივე სახელი, რაც ქვია მას. ამ შემთხვევაში age. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ property თავის მხრივ ეს არის ფუნქციის ერთ-ერთი ნაირსახეობა. მაგალითად, როგორიც არიან დელეგატები, ამას მე შევეხებით, ხო? თუნდაც მეთოდები, ანუ აი ესეთი მეთოდები, როგორც არის ჩვენი display, აი აქ ქვევით. და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ფუნქციის ერთგვარი ნაირსახეობა და როგორც ფუნქციას ვარქმევთ დიდი ასოთი სახელს, property-საც ყოველთვის უნდა დავარქვათ სახელი დიდი ასოთი. სახელი უნდა ერქვას იგივე, რაც ქვია აი ამ private byte age, ანუ age, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ თუ ეს ველი იწყება პატარა ასოთი, ეს უნდა დაიწყოს დიდი ასოთი. და როგორც ვხედავთ, აი ამ properties გააჩნია ფიგურული ფრჩხილები, ანუ ტანი, რაც გვახვედრებს იმას, რომ აი ამ ველისგან განსხვავებით, მას აქვს ტანი და მასში შეგვიძლია რაღაცეები ჩავწეროთ და რაღაცა ცვლილებები მოვახდინოთ, ხო? გარდა აი ამ ფიგურული ფრჩხილებისა, properties წინასწარ გააჩნია უკვე სამი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ცნება. ნუ ბევრი სხვადასხვა properties ვარიანტები არსებობს და ამას მოგვიანებით განვიხილავთ ამავე ლექციაში, მაგრამ მოგვიანებით. მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს არის getი და თუ დავწერთ getს, დავინახავთ, რომ ეს getი ლურჯად დაიწერება, ანუ ეს გვანიშნებს იმას, რომ დარეზერვებული სიტყვა არის setი და თუ დავწერთ sets, დავინახავთ, რომ sets ლურჯად დაიწერება, იმიტომ რომ ესეც არის დარეზერვებული სიტყვა და კიდე ერთი დარეზერვებული სიტყვა არის value, მაგრამ თუ აქ დავწერთ, ანუ ამ ეტაპზე არ გამოჩნდება, ანუ წითლად რა ქვია, ლურჯად არ დაიწერება, მაგრამ set-თან ერთად მას, ასე ვთქვათ, აქტიურად ვიყენებ და ეხლა ვნახავთ ზუსტად რაში, ანუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს values. ხო, გვაქვს getი, გვაქვს setი, ხო, ნუ უკვე დარწმუნებული ვარ, ხედავთ მსგავსებას აი ამ ჩვენს მიერ დაწერილ setAge-სა და getAge-ს შორის, ხო? საქმე იმაშია, რომ რეალურად ეს getი და setიც აკეთებს იგივეს, რასაც აკეთებს ჩვენი setAge და getAge. მაგალითად, თუ დავწერთ მე getს და გავხსნი ფიგურულ ფრჩხილებს და getსაც შეუძლია თავის ფიგურული ფრჩხილები კონდეს, იმიტომ რომ getი არის ცალკე მეთოდი, რომელიც აბრუნებს რაღაცას და მას ნუ აქვს ფიგურული ფრჩხილები და ესე უნდა კონდეს. და თუ აი ამ getს პირდაპირ გადავცემ აი ამ return age-ს, ანუ იმ მნიშვნელობას, რასაც გადავცემდი აი ამ ჩემს ზედა getAge მეთოდს, ჩვეულებრივად დავინახო, რომ ეს ამ მეთოდს მიიღებს და პრობლემა არ ექნება. ანუ არც არაფერი გაწითლდება, არც არაფერი პრობლემა არ ექნება. ჩვეულებრივად აიღებს და დამიბრუნებს აი ამ მნიშვნელობას. თუ დავწერ მეთოდს sets და ანალოგიურად მივანიჭებ მას იგივე მნიშვნელობას, რაც მე setAge-ს ვანიჭებდი, აი აქ, ანუ იმ პირობას, რომ თუ value ნაკლები ანტოლი 50 იმ შემთხვევაში მიანიჭეთ ხო, აი ეს ჩანაწერსაც დავინახო, რომ ჩვეულებრივად მიიღებს აი ჩემი setი და არავითარი პრობლემა არ ექნება. და ეხლა უკვე ვიღებთ ესეთ სურათს, რომ აი ეს ორი მეთოდი, რომელიც მე ვწერე აი ამ ველისთვის, საერთოდ აღარ მჭირდება. საკმარისია შევქმნა ერთი ცალი property, რომელსაც თავისით აქვს შიგნით getი და setი და აი ამ getს და setს მივანიჭო ჩემთვის სასურველი მნიშვნელობები, როგორც ვანიჭებდი აი აქ ზევით. და ცალკე ინდივიდუალურად მე, ასე ვთქვათ, ცალკე ყველა
ველისთვის, აი რაღაცა თავისი მეთოდების შექმნა აღარ მჭირდება, იმიტომ რომ C# არის ელეგანტური, დახვეწილი ენა და აი ესეთი საკითხები აქ არის მოგვარებული თავისით. მოდი ახლა გამოვიყენოთ ეს ჩვენი age. გამოყენება ძალიან მარტივია. აი ამ ჩვენ age-ს, აი ამ properties age, ანუ დიდი ასოთი, რომელსაც ვიწყებთ, ვიყენებთ ჩვეულებრივად როგორც ცვლადს ჩვენს main მეთოდში. მაგალითად, აი ეს main მეთოდში set age და get age, რომელიც აწითლებს, იმიტომ რომ დაკომენტარებული მაქვს და ვერ ხედავს. მოდი შევცვალოთ და აი ამის მაგივრად გამოვიყენოთ ჩვენი property. აი ამ set age-ის მაგივრად დავწეროთ age. Ну, ბუნებრივია age უნდა დავწეროთ დიდი ასოთი, სხვანაირად ვერც მივწოდებით პატარა ასოთი დაწერილ ველს. ამიტომ გამოვიყენოთ პირდაპირ ეს public property, რომელიც ღია არის გამოყენებისთვის. შემდეგ აი ამ age-ს მივანჭოთ მნიშვნელობა დავუშვათ 12. მივანჭოთ მნიშვნელობა ტოლობით, ეგრევე როგორც ველი აიღებდა მნიშვნელობას, როგორც აი გზებით ვანიჭებთ გიორგის სახელს ტოლობით, ეგრე მივანჭოთ აი ამ age-საც მნიშვნელობა 12. და აი აქ ქვევით შეგვიძლია გამოვიყენოთ ისევ აი ეს property და byte-ის ტიპის მონაცემში შევინახოთ სტუდენტის age. აი ესე პირდაპირ და თუ გავუშვებთ ახლა ამ ჩვენ პროგრამას, ჩვენ დავინახავთ, რომ აი ეს property აიღებს მნიშვნელობას 12, იმიტომ რომ ჩვენ აი აქ მივანიჭებთ მნიშვნელობა 12 და შემდეგ საჭიროების მომენტში დაბეჭდავს კიდევაც აი ამ 12-ს. ანუ დაგვიბრუნებს აი ამ 12-ს, ხო, ანუ იმ მნიშვნელობას, რომელიც გადავეცით. ანუ მინიჭების მომენტში როცა ვანიჭებთ მნიშვნელობას, იმუშავა მეთოდმა set-მა, აი ამ set-მა, რომელიც აქ property-ში გვაქვს, ხოლო გამოძახების მომენტში, დაბრუნების მომენტში იმუშავა მეთოდმა get, რომელიც აი ამ property-ს შიგნით გვაქვს გაწერილი. და თუ დააკვირდებით ახლა აი აქ მსგავსებას, აი ამ ორ დაწერილ მეთოდსა და ჩემს დაწერილ ერთ property-ს შორის არის აბსოლუტურად იდენტური. ეს აკეთებს ერთი და იგივე მოვალეობას, ანუ ეს property თავის თავში აერთიანებს ორივე აი ამ მეთოდს, რომელიც მე ასე ვთქვათ წინასწარ იმას ვქენი განსაზღვრე და ჩავწერე. და აი ეს value და რეზერვებული სიტყვა value, რომელზეც მქონდა საუბარი დასაწყისში და ვახსენე, რომ ის set-თან ერთად ძალიან კარგად გამოიყენება თქო. და როგორც ხედავთ, აი ეს value, თვითონ ეს სიტყვა value აღნიშნული არის იმ ასე ვთქვათ მნიშვნელობისა, რომელსაც გადავცემთ. ანუ ეს value ამ შემთხვევაში set-ში მინიჭებული აი ეს value იდენტური არის აი ამ values-ი, როდესაც აი აქ გადავცემდი set age-ის values-ი, რომელსაც გადავცემდი აი აქ ფრჩხილებში. მაგრამ რეალურად C#-ში აი ეს values გათვალისწინებულია, იმიტომ რომ ანუ ბუნებრივია, როცა იძახებს set-ს, ესე იგი რაღაცას ველს ანიჭებ მნიშვნელობას, ხო? შესაბამისად, აი ეს რაღაცა მნიშვნელობა, რასაც ვანიჭებთ, ხო, რასაც ჩვენ გადავცემთ, ანუ მომხმარებელი გადასცემს აი main მეთოდში, ესეც რა თქმა უნდა გათვალისწინებულია და ეს აღინიშნება დარეზერვებული სიტყვა value-ი, რომელიც აი ამ მხოლოდ set-თან ერთად გამოიყენება და აკეთებს რეალურად იგივეს, რასაც ვაკეთებდით ჩვენ აი ამ set age და get age მეთოდებში. ნუ აქედან დასკვნა ესე რაგან ერთ და იგივეს აკეთებს, მოდი ეს set age და get age საერთოდ დავუშალოთ, იმიტომ რომ არაფერში აღარ გვჭირდება და ვიღებთ ესეთ სურათს, რომ შექმნილი გვაქვს ორი ველი და ერთი property, რომელიც აი ამ ჩემ private wells ანიჭებს რაღაცა მნიშვნელობას, რაღაცა values და set მეთოდის თავის ტანში არსებული set მეთოდის საშუალებით და აბრუნებს შემდეგ ამის მნიშვნელობას თავისივე ტანში არსებული get მეთოდის საშუალებით. ეხლა ნუ გიჩნდებათ ბუნებრივი შეკითხვა, ხო ალბათ, როგორ ხდება ეს აი ეს property, ანუ ზოგადად ჩვენი კომპილერი როგორ ხდება, რა მომენტში გამოიძახოს set-ი და რა მომენტში გამოიძახოს get-ი. რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივი არის. როდესაც property, ანუ age წერია ტოლობის მარცხენა მხარეს, კომპილერი ავტომატურად ხდება, რომ მან უნდა გამოიძახოს set-ი. იმიტომ რომ მარცხენა მხარეს მნიშვნელობას ყოველთვის ენიჭება რაღაცა მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში 12. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც
აი ეს age წერია ტოლობის მარჯვენა მხარეს, როგორც აი აქ. ეს ავტომატურად ხდება, რომ უნდა გამოიძახოს მნიშვნელობა get-ი. იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს დაწერილი, ტოლობის მარჯვენა მხარეს დაწერილი მნიშვნელობა ყოველთვის ენიჭება რაღაცას. ხოლო მარცხენა მხარეს დაწერილი მნიშვნელობას ყოველთვის ენიჭება რაღაცა. ანუ აი ესე ხდება ავტომატურად ისე რომ ჩვენ დისკომფორტი აი ამის გამოყენებისას არ გვექნება. ანუ ვიძახებთ უბრალოდ age-ს, აი ამ property-ს და ეს property ავტომატურად მიხვდება დაუძახოს get-ს თუ set-ს, რომელიც თავისუფლად მოთავსებულები არიან აი ამ property-ს კონსტრუქციაში და აი ამ property-ს ტანში. ხო, თავისუფლად ეს property არის საკუთრება, როგორც აღნიშნეთ და ეს არის საკუთრება აი ამ ველისა, რომელიც არის დაფარული და ენკაფსულირებული გარე სამყაროსგან. შესაბამისად, ენკაფსულაციის პრინციპი ამ შემთხვევაშიც დაცულია. და რეალურად აი ამ property-ს ძლიერი მხარე სწორედ ეს არის რეალურად, რომ აი ეს ენკაფსულაცია დაცულია და აი ამ საბოლოო age-ამდე, აი ამ საბოლოო მნიშვნელობამდე, ხო? მოდის ისეთი მნიშვნელობა, რომელიც გადის ფილტრაციას set მეთოდში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც აი ამ ფილტრაციის პირობებს, ანუ შიგნით გაწერილ if-ს დააკმაყოფილებს, მხოლოდ შემდეგ ხდება მასზე მნიშვნელობის აი ამ age-ზე, ანუ საბოლოო წერტილზე მნიშვნელობის მინიჭება. და ეს property, როგორც ხედავთ, ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, ძალიან ელეგანტური. ელეგანტურად გადაწყვეტილი. და C#-იც აი ამ თავის უპირატესობას, თავის ძლიერ მხარეს, როგორც არის property, ძალიან კარგად და ხშირად იყენებს და შესაბამისად, როცა ჩვენ ვქმნით კლასებს, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი რეკომენდაციები, რომ არასდროს არავითარ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი კლასის შიგნით გაწერილი ველები იყოს private, ხოლო property იყოს public. ხო, ну, ამით ჩვენ property-ებზე საუბარი არ დაგვისრულებია და ეხლა მოდი აი ეს ჩვენი student კლასი და მთლიანად ყველაფერი რაც დავწერეთ, ყველაფერი საერთოდ გავასუფთავოთ და გავაკეთოთ ერთი ამოცანა, აბსოლუტურად იდენტური ამ ამოცანისა, რათა თქვენ ასე ვთქვათ, გაიმყაროთ ცოდნა, რომელიც მე აი ეხლა, რაც ეხლა ვილაპარაკე, რომ ეს ცოდნა კარგად გაგიჟდეთ. ну, ყველაფერი გავასუფთავოთ და შევქმნათ რაღაცა კლასი. და მოდი დავწეროთ როგორი ამოცანა, იცით? სანამ დავიწყებ წერას, ჯერ მოვიფიქროთ, დავწეროთ კლუბში შესვლის ლოგიკა. მოდი ესეთ რაღაცა დავწეროთ. ანუ ღამის კლუბში, ანუ გააკონტროლოს ჩვენ ამ პროგრამამ, რომ არასრულწლოვანი არ შეუშვას ღამის კლუბში წვეულებაზე, ხო? ამისთვის შევქმნათ რაღაცა პერსონის კლასი, მაგალითად კლას personi, რომელსაც ექნება, ну დავუშვათ კონდეს რაღაცა string public string first name-ი, სახელი და first name-ი ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ იყოს public-ი, ეს არავითარ პრობლემა არ არის და კონდეს რაღაცა private, კონდეს რაღაცა მოდი last name-იც, public string last name-ი, რომელიც აღნიშნავს გვარს. ну შეგვიძლია გავართულოთ და რაღაცა მოთხოვოთ პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და ეგეთ რაღაცები. ну არ გვინდა ამ შემთხვევაში და კონდეს ისევ ასაკი, ხო? კონდეს რაღაცა private, უკვე private იყოს ასაკი, იმიტომ რომ ნახეთ რომ ანუ არ უნდა ხდებოდეს ესე პირდაპირ მასზე მნიშვნელობის მინიჭება, გამოდგმული გარეთ არ უნდა იყოს private int age კონდეს აი ესე. შემდეგ ჩვენ გვინდა რომ აი ამ age-ისთვის დავწეროთ საკუთრება, ანუ property-ები, ხო? შესაბამისად ჩვენ უნდა დავწეროთ ესეთი რაღაცა public-ი, იგივე ტიპისა უნდა იყოს ეს ჩვენი property, რა ტიპის რომელი ველისთვის ავწერთ, ანუ უნდა იყოს int-ი და ერქვას იგივე სახელი, ოღონდ იწყებოდეს დიდი ასოთი, ანუ age. და შემდეგ მას უნდა ქონდეს ფიგურული ფრჩხილები. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავწერთ ფიგურულ ფრჩხილებს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიძახოთ მეთოდი get-ი, რომელიც დაგვიბრუნებს age-ს მარტივად, I am age, ანუ I am age, private age
და შეგვიძლია შევქმნათ მეთოდის სეთი, რომელიც შეამოწმებს რამდენად სრულწლოვანი არის თუ არა სრულწლოვანი ის ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ შევიდეს ღამის კლუბში წვეულებას. დავწეროთ if value, ანუ ის მნიშვნელობა, რასაც გადავცემთ, ანუ მეტია ანტოლი 18-ის და აი ეს value ნაკლებია ანტოლი არ ვიცი ამის 50-ის დაუშვათ 50 წელზე უფროსი ხალხიც არ უნდა დაიშვებოდნენ ამ კლუბში. ანუ პირობითად წარმოვიდგინოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ age-ს მივანიჭოთ მნიშვნელობა value. აი ესეთი მარტივი ჩანაწერი მივიღეთ, ხო? ხო, და თუ ახლა შევქმნით შევქმნით ამ პერსონის ობიექტს, დავუშვათ აი main-ში არის რაღაცა ღამის კლუბის შესასვლელი, წარმოიდგინეთ და შეიქმნა მოვიდა ვიღაც ტიპი პერსონი, რომელსაც ქვია სახელი, არ ვიცი, პერსონი 1 დავარქვათ, ან თუ გინდათ მოდი პირდაპირ სახელი დავარქვათ. დავუშვათ გიორგი, ხო? ვიღაც გიორგი მოვიდა, რომელიც უდრის new persons და ამ გიორგის first name-ი ბუნებრივი არის გიორგი, სახელი, გიორგის last name-ი არის გიორგაძე, შორს რო აღარ წავიდეთ და გიორგის age-ი იყოს 20 წლის დავუშვათ. ხო, ახლა როგორ მივხვდეთ, ან ცოტა ისეთი გასაგები რო იყოს, მოდი აი აქ დავწეროთ ესეთი რაღაც, რომ set-ის if-ში მას შემდეგ რაც მიენიჭება age value, console write line-მა დაბეჭდოს სიტყვა yes, ანუ რომელიც აღნიშნული იქნება რომ კი ბატონო სრულწლოვანია და ამიტომ შეიძლება შევიდეს. შემდეგ დავწეროთ რაღაცა else, სადაც დავუწერთ console write line-ში რომ დავუწერთ no, ანუ არ არის სრულწლოვანი და არ შეუშვათო. აი ესეთ ჩანაწერი გავაკეთოთ, რომ უცებრო დავინახოთ, როგორც წესი ესე არ ვიქცევით ხოლმე, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში სადემონსტრაციოდ მოვიქცეთ, მოდი ესე. შესაბამისად თუ გავუშვებთ ახლა ესეთ პროგრამას, დავინახავთ რომ დაიბეჭდება yes, დაიბეჭდება იმიტომ რომ აი ეს ჩვენი გიორგი არის 20 წლის, ანუ 20 წელი მეტია 18-ზე და ნაკლებია 50-ზე. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გიორგი იქნებოდა 61 წლის და მოუნდებოდა ღამის კლუბში შესვლა, მივიდოდა და ეტყოდნენ რომ no, არაო, არ შეგიშვებთო, იმიტომ რომ ბებერი ხარ საკმაოდო ღამის კლუბისთვისო. ხო, იგივე იქნებოდა თუ გადავცემდით მაგალითად 18-ზე ნაკლებ მნიშვნელობას, მაგალითად თუნდაც 17-ს, ხო, თუ იქნებოდა ჩვენი ობიექტი გიორგი 17 წლის და შეეცდებოდა ღამის კლუბში შესვლა, პროგრამა მაინც დაუწერდა მას no-ს. იმიტომ რომ ეწინააღმდეგება ეს იმ ჩვენ property-ში გაწერილ set-ში გაწერილ პირობას, ხო? და ნუ ჩვენ პრინციპში აღარც დაგვჭირდება ახლა რომ ეს age-ის ცვლადი ბაიტად გადავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ლოგიკა, რომელიც ჩვენ აქ გვიწერია, თავის თავში უკვე გამორიცხავს რაიმე სახის აქტივობას იმ შემთხვევაში, თუ აი გადაცემული პირობა არ დააკმაყოფილებს აი if-ში შიგნით გაწერილ წესებს, ხო? და პირობას. აქედან გამომდინარე, არ არის საჭიროება, რომ ეს ბაიტად გადავაკეთოთ. შეგვიძლია დავტოვოთ ისე როგორც int-ი. მაგრამ თუ სრული იქნება, შეგვიძლია ბაიტათაც გადავაკეთოთ, როგორც წეარ მაგალითზე ვქენი და თუ ახლა ამას გადავაკეთებ ბაიტად, ხო, მაგალითად. მე უკვე აი ამ value მეტი ანტოლი 18-ზე ამის დაწერის საჭიროებაც უკვე აღარ იქნებოდა, ხო, იმიტომ რომ ბაიტი ისეც თავის თავში მოიაზრებს ამ მნიშვნელობას. შეგვიძლია ეს საერთოდ წაგვეშალნა დაგვეტოვა ესე, ხო? ანუ if-ში დარჩენილი იყო მხოლოდ ის პირობა, სადაც value ნაკლებია ანტოლი 50-ზე. ნუ ისევე როგორც პირველ მაგალითში გავაკეთეთ. მაგრამ ნუ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დავაბრუნოთ და იყოს int-ი როგორც თავიდან. აი ესე მუშაობს ჩვენი property-ები. ხო, ახლა მე დასაწყისში ვახსენე, რომ არსებობს property-ის რამდენიმე ნაირ სახეობა. აი ესეთი ჩანაწერი, როგორც ჩვენ ახლა ჩავწერეთ, აი ამ ორი მაგალითის განმავლობაში, რომელიც განვიხილეთ. ნუ პრინციპი შეიძლება იყოს, რომ მაგალითი ძალიან მსგავსი იყო ერთმანეთისა, ამიტომ, მაგრამ მაინც ორი მაგალითი იყო, რომელიც განვიხილეთ, ხო? აი ესეთ properties, აი ესეთ ჩანაწერს, როგორც ჩვენ აქ გვაქვს, აი ამას უწოდებთ ჩვენ full properties. იწერება ესე full property. დავაწეროთ მოდი კომენტარად თავს.
ხო, ანუ ამას ვეძახით full properties. მოდი ახლა გავასუფთავოთ ყველაფერი ისევ ამ person class-ში. და ნახოთ თუ როგორ უნდა გამოვიძახოთ property-ები რეალურად უფრო მარტივად, ისე რომ ყველაფრის თავიდან ხელით წერა არ მოგვიწევს. ნუ თავიდან ახლა ვინც ახლები ხართ და ვინც დამწყებები ხართ, ნუ რა თქმა უნდა ჯობია დაწეროთ ყველაფერი ხელით, ხო? მაგრამ ნუ არ ვიცი ხა ამის საჭიროება დიდათ არ არის, რომ ყოველ ჯერზე ხელი, ასე ვთქვათ, ხელით წეროთ ყველაფერი. იმისათვის რომ ჩვენ გამოვიყენოთ full property, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ დარეზერვებული სიტყვა, აი ესეთი, რომელიც არის prop full. თუ დავინახოთ Visual Studio გვეხმარება ჩვენ რომ ავტომატურად დააგენერიროს prop full. როგორც console write lines ვაგენერირებთ, ხო? და C-ს ვწერთ, აი C-ს და W-ს ხო ვწერთ აქ. თავისით წერს console write lines, ხო? იგივე არის full property-ის შემთხვევაში, იმიტომ რომ კლასებთან მუშაობისას ეს property-ები ზოგადად ძალიან ხშირად გამოსაყენებადი ინსტრუმენტია. აქედან გამომდინარე, აი ამ property ფუნქციის გამოძახება გვიწევს ხოლმე ხშირად. იმისთვის რომ full property გამოვიძახოთ, შეგვიძლია დავწეროთ prop full, აი ესეთი რაღაცა და დავაწვეთ tabs order. დაწერს აი ესეთ რაღაცას, რომელსაც ეწოდება full property. ეხლა რას გვეუბნება ეს ჩანაწერი? ნუ ეს ჩანაწერი არის შაბლონი, რომელსაც უნდა მოვარგოთ ჩვენთვის სასურველი ველი. აი მაგალითად, ჩვენ წინა მაგალითთან გამომდინარე დავინახეთ, რომ აი ამ properties, full properties გამოყენება დაგვჭირდა int ტიპის ველისთვის, რომელსაც ერქვა age, ხო ესეა. როცა დავწერთ full properties, ჩვენ დავინახავთ აი რომ ეს დარეზერვებული, ასე ვთქვათ, მექანიზმი ავტომატურად გვიგენერირებს ჩვენ ერთსალ private ტიპის რაღაცა ველს, ჩვენი კლასისთვის განკუთვნილს, რომელიც იწყება პატარა 100-ით. ნუ ეს არის ის age, რომელსაც ჩვენ კლასში თავიდან უთითებდით, ხო? რომლის საკუთრებაც არის აი შემდეგ აი ეს property, ხო? ამ ველს ჩვეულებრივად დავარქმევთ age, როგორც წერან, იგივე მაგალითს ვწერ. უბრალოდ ვწერ ახლა იმით, რა ქვია, ავტომატურად დაგენერირებული property-ის საშუალებით. ეს იქნება age, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის age, ეს არის უკვე property, ანუ საკუთრება აი ამ age-ისა. შესაბამისად, აი ეს ამ properties, my property, რომელიც არის ქვედა და დიდი 100, რომელიც იწყება, გვანიშნებს, რომ ეს უნდა იყოს, ეს არის რეალურად property, ჩვენ ამაზე ამ მონაცემზე უნდა ვიმუშაოთ ქვევით რეალურად და აი ამას ეს უნდა დავიწყოთ დიდი 100. ანუ ეს დავარქვათ იგივე სახელი, რაც ერქვა წინაზე, როგორც წეგან ვაკეთებით. ანუ ამასაც ქვია age, ამასაც ქვია age. თუ დავინახავთ ავტომატურად გადამიკეთებს scope-ების შიგნით აი ამ ცვლადს, default ცვლადს და დაარქმევს მას იმ სახელს, რომელიც აემჩნია private ველს ქვია, ანუ age. შესაბამისად, უკვე გამზადებული არის ჩვენი property, რომელიც სურვილის მიხედვით შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად თუ შევქმნით person-ის ობიექტს, person და ეს უდრიდეს new persons და შემდეგ შევეცდებ მივწვდე ამ person-ის შიგნით განთავსებულ შიგთავს. დავინახავთ, წვდომა გახსნილია მხოლოდ ერთ public property-ზე, რომელსაც ქვია age და საიდან ხვდები, რომ ეს არის property, ეს იწყება დიდი 100. აი ესე, ეს რო ყოფილიყო ველი, ეს უკვე დაიწყებოდა პატარა 100, ხო? ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვალდებულება არ არის, რომ დიდი 100 დაიწყო, მაგრამ როდესაც მე ვხსნი აი ამ persons და ვხედავ, რომ აი აქ არის რაღაცა age გაწერილი, მე ეს მახვედრებს, რომ ეს არის property, იმიტომ რომ დაწერილია დიდი 100. ეს უბრალოდ მიღებული მდგომარეობა არის, მიღებული რაღაც დაუწერილი კანონის მსგავსი წესები არის, რომელიც მოქმედებს დეველოპერებს შორის. ამიტომ ჩვენი კოდის წერისას მაქსიმალურად უნდა ვიცადოთ, რომ დავიცვათ ეს წესები და რაღაცა განსხვავებული სტილი არ შემოვიტანოთ წერისა, იმიტომ რომ სხვას მერე გაუჭირდება ჩვენი კოდის წაკითხვა. ხო, აქედან გამომდინარე ვხედავ, რომ მაქვს რაღაცა property, რომელსაც ეწოდება age და მე შემიძლია ეს age გამოვიყენო. შემიძლია მას მივანიჭო რაღაცა მნიშვნელობა, მაგალითად 15 და შემიძლია შემდეგ ეს age დავბეჭდო ან რაღაცა ცვლადში შევინახო, რომ დავწერო რაღაცა var a, რომელიც იქნება person age-ის ტოლი, ხო? და შემდეგში ეს var-ით ეს a ცვლადი შემიძლია
ან დაუბეჭდო, ან რაღაცა სხვას მივანიჭო, ან გავზარდო, შევამცირო და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით აი ამ ჩვენ full properties, რომელიც ჩვენ ზევით დავაგენერირეთ, ეს კი ბატონო არის full property და ჩვენ დავაგენერირეთ იგი როგორც full property, იმიტომ რომ დავწერეთ prop full, ხო ესე? ამას შეგვიქმნა თავისი რაღაცა სვლადი, შემდეგ შეგვიქმნა ამ სვლადის საკუთრება, ანუ property, რომელიც არის public და რომელზეც შეგვიძლია რომ ვიმუშაოთ. მაგრამ თქვენ თვითონ დაფიქრდით ახლა, აი ესეთი სახით არსებობას, აი ამ ჩემი full property-ისა აზრი აქვს? ანუ ეს ხო რეალურად არაფერს არ აკეთებს ეს ჩემი property. ანუ set-ში და get-ში ის არანაირ დამატებით ლოგიკას არ ახორციელებს. უბრალოდ აი ესე ხისტად აბრუნებს აი ამ age-ს, რასაც გადასცემ და set-შიც უბრალოდ იღებს აი ამ age-ს და values და ანიჭებს აი ამ age-ს. ანუ არაფერ ჩემ ლოგიკას, ანუ რაღაცა საკუთარი ლოგიკა მე აი ამაში არ ჩამიდია რომ დამეწერა. ანუ ეს set-ი უბრალოდ აი ესე იღებს რაღაცა მნიშვნელობას, რაღაცა values სახით და ანიჭებს age-ს. და get-ი თავისუფლად ჩვეულებრივად აბრუნებს. ანუ განსაკუთრებული ამაში არაფერი არ არის და რეალურად როცა ვწერ prop fulls აი ამას თავისით მიწერს. იმიტომ რომ თავისით ხდება რომ ყველა ვარიანტში set-მა რაღაცა მნიშვნელობა უნდა მიინიჭოს და get-მა რაღაცა მნიშვნელობა უნდა დააბრუნოს, ხო ესეა? მე თუ მინდა კი ბატონო შემიძლია რომ აი აქ ჩავწერო რაღაცა ლოგიკური შემოწმებები ან if-ზე რაღაც პირობით შევამოწმო ეს ასაკი აი ეს value უბრალოდ რასაც ვაინჭებ ან რაღაცა მსგავსი ვალიდაციები ჩავდო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არაფერს არ ვაკეთებ. ამ შემთხვევაში მე უბრალოდ წერ full properties და უბრალოდ ვიღებ რაღაცა მნიშვნელობას და უბრალოდ ვიღებ აი აქ set-ში და უბრალოდ ვაბრუნებ აი აქ get-ში. ანუ განსაკუთრებულს მე არაფერს არ ვაკეთებ. არაფერს არ ვაკეთებ ისეც, რასაც ეს ავტომატურად ვერ გააკეთებდა. აქედან გამომდინარე, აი ამ ჩანაწერის გამარტივებული მეორე ვარიანტი არის auto property. და თუ აი აქ მივიდან მე და შევხედავ აი აქ ხო დავინახავ რომ ეს Visual Studio თვითონ მეხმარება და მიწერს ესეთ რაღაცას რომ use auto property ან თვითონ მანიშნებს რომ შენო აი ამის აი ესეთ ჩაწერის საჭიროება არც გაგაჩნიაო რეალურადო. იმიტომ რომ შენო აქ შენ კონკრეტულ ლოგიკას არ წერო, უბრალოდ იღებო რაღაცა მნიშვნელობას და უბრალოდ ანჭი, ანუ აკეთებო უმარტივეს ოპერაციას, რომელსაც მე ავტომატურად ხვდებიო, მე თვითონ შენ ჩარევის გარეშეო. ამიტომ მოდიო შენო გაამარტივო ეს ჩანაწერიო, აი ეს შენი property, აი ეს შენი თლიანი ეს ჩანაწერიო, გადააქცია auto property-თო. და ეს გამარტივებული auto property გაგიკეთებს იგივეს, რასაც გიკეთებს აი ზუსტად ესეთი ჩანაწერიო. ამიტომ თუ დავაწვევით use auto property, დავინახოთ რომ აი ეს ჩვენი full property და გრძელი ჩანაწერი შეიცვლება და იქნება აი ესეთი რაღაცა. ანუ შეიქმნება რაღაცა public int age დიდი ასოთი get-ით და set-ით. რომელიც მოთავსებული არის ფიგურულ ფრჩხილებში, რომელიც ეკუთვნის თავისუფლად აი ამ age-ს. აი ესე ჩანაწერს ვეძახით ჩვენ auto properties. და იმ შემთხვევაში თუ არ მინდა რომ რაღაც განსაკუთრებული ვალიდაციები ჩავდო ხოლმე და რაღაცა შემოწმებები ჩავდო აი ამ ჩემ პროგრამაში, ხო? არ სჭირდება რომ full properties ვეძახო ყოველდღე. მე თუ არ ყოველ წუთში, ხო? ანუ მე თუ არაფერს არ ვამოწმებ და მჭირდება უბრალოდ რაღაცა ველი, რომელიც მიიღებს მნიშვნელობას და მე ამ მნიშვნელობას დააბრუნებს, დავწერ აი ეს უბრალოდ properties, auto properties და შემდეგ აი ამ age-ს გამოვიყენებ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ main method-ში, იმიტომ რომ ეს არის public-ი, ხო, ხედავთ. რეალურად იწერება ესეთი ჩანაწერი public int age get set, მაგრამ რეალურად აი ამის მიღმა დგას ის, რაზეც ჩვენ მთელი აი ამ ლექციის განმავლობაში საუბრობდით. ანუ რეალურად ამის უკან კი დგას auto full property. ანუ ისეთი ჩანაწერი, როგორც ჩვენ პირველად წეღან როგორც ჩავწერეთ. მაგრამ რადგან იქ განსაკუთრებულ ლოგიკურ ვალიდაციებს მე არ ვდებდი და განსაკუთრებულ ლოგიკურ შემოწმებებს იქ შიგნით არ ვატარებდი, აი იმდენი წერის საჭიროება მე არ მაქვს. მე უბრალოდ შემიძლია გამოვიყენო აი ესეთი მარტივი ჩანაწერი, ერთი get-ით, ერთი set-ით და იმ შემთხვევაში თუ მე მომინდება რომ
რაღაცა ჩემი ლოგიკური პირობით, რაღაცა ჩემს მიერ მოფიქრებული ლოგიკის პირობით მივიღო რაღაცა მონაცემები და მივანიჭო ამ age-ს, ხო? მაშინ შემიძლია უკვე გამოვიყენო full property, prop fully, რომელიც აი ესე გრძლად ჩამიწერს აი ამ ჩანაწერს. აი ეს არის განსხვავება auto property-სა და full property-ს შორის. Цели ლექცია გამოგვივიდა საკმაოდ და მოდი შევაჯამოთ ახლა ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდეთ. ხო, ანუ აწი ყოველთვის გამოვიყენებთ ხოლმე კლასებთან ურთიერთობაში properties და თქვენს უფრო და უფრო დაამუღამებთ აი ამ properties გამოყენებას პრაქტიკაში და უფრო მიხვდებით მის მნიშვნელობებს. შევაჯამოთ და ვთქვა, ტექნიკურად შესაძლებელია რომ კლასთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ ველებიც და გამოვიყენოთ property-ებიც. მაგრამ გვაქვს რეკომენდაციები, რომელსაც ყველა დეველოპერი უჯერებთ და ეს რეკომენდაციები გვეუბნება რომ ყოველთვის თუ ვიყენებთ თუ კი რაიმე არის კლასის შიგნით public-ი, ეს არ უნდა იყოს ველი. კლასის შიგნით ყოველთვის უნდა იყოს public-ი property, ხოლო ველი უნდა იყოს ყოველთვის private. შესაბამისად, თუ კი რაიმე ველი გვინდა რომ გამოვიყენოთ როგორც public-ი, უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად არა თვითონ ველი, არამედ უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად property, ან auto property, ან full property. გამომდინარე სიტუაციიდან და გამომდინარე ჩვენი პროგრამის მსვლელობის თანმიმდევრობიდან. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა რომ მარტივი ლოგიკა ვარეალიზოთ და არაფერი განსაკუთრებული ჩვენი პირობა არ გავუწეროთ მონაცემის მიღებისას ან დაბრუნებისას, ესეთ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ full property, auto properties. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რაღაცა ჩვენი პირობა გვინდა რომ უთხრათ მას, რომ აი რაკენიც ამ პირობით მიიღე ეს მონაცემი და თუ რაღაცა value უდრის ამას, ესეთ შემთხვევაში მიანიჭე აი რაღაცა ველს ეს მნიშვნელობა. ესეთ შემთხვევაში ვიყენებთ უკვე full properties. ანუ ეს არის უბრალოდ თქვენთან მიხვდებით საჭიროებიდან გამომდინარე როგორც დაგჭირდებათ თქვენი პროგრამის მიხედვით. ტექნიკურად კი შეიძლება რომ properties იყოს private, ანუ ამაშიც არ ვართ შეზღუდულები, მაგრამ მიღებული წესი არის რომ თუ კი ვწერთ რაიმე ველს private, ეს უნდა იყოს უბრალოდ ველი და არ უნდა იყოს property. მეორე მიღებული წესი კიდე ერთი, რომელიც გვეუბნება რომ ველების წერა აუცილებლად თუ წერთ ველს, მას იგი უნდა დავიწყოთ პატარა ასოთი მისი წერა, ხოლო თუ წერთ properties უნდა დავარქვათ დიდი ასოთით, ისევე როგორც მეთოდს, იმიტომ რომ properties რეალურად არის ფუნქციის ნაირსახეობა, ისევე როგორც მეთოდები, რომლებიც გვაქვს ჩვენ კლასში გაწერილი. ხო, ფიქრობ რომ გაიგეთ რა არის property-ები, აწი სულ ამას გამოვიყენებთ ხოლმე და ველებს ნაკლებად. ნუ საჭიროებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც წესი, გამოვიყენებთ properties ხოლმე. შევეცდები რომ property-ები უფრო გამოვიყენო და თქვენს უფრო და უფრო გაგიჯდებათ გონებაში აი ეს საკითხი. დღევანდელ ლექციასთან დაკავშირებით რაც მინდა ვთქვა, რომ დღეს გექნებათ შესასრულებელი დავალება, რომელსაც ახლა დავწერ ეკრანზე. და აი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოთ. დავალება გვეუბნება დაწერეთ ანგარიშის კლასი, რომელსაც ექნება შემდეგი ველები. ანგარიშის ნომერი უნდა იყოს 22 ნიშნა, როგორც რეალურად ბანკის ანგარიშის ნომრები არის ხოლმე. ვალუტა უნდა იყოს 3 ნიშნა, ანუ მაგალითად აი ესეთი ჩანაწერი GEL, USD, euro, ანუ ევრო, დოლარი, ლარი, ხო, ანუ აი ესეთი ჩანაწერი უნდა გქონდეს. და აგრეთვე უნდა ამ ანგარიშს გქონდეს თანხა, ხო? რაღაც რაოდენობის თანხა, რომელიც დევს ამ ანგარიშზე და ეს თანხა ბუნებრივია არ უნდა იყოს უარყოფითი. და უნდა დავწეროთ მეორე კლიენტის კლასი, რომელსაც ექნება შემდეგი მახასიათებლები. ეს არის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რომელიც უნდა იყოს 11 ნიშნა აუცილებლად, იმიტომ რომ რეალურად პირადი ნომერი არის 11 ნიშნა საქართველოში და უნდა გქონდეს ანგარიშის ნომერი. ანუ ჯერ ვქვით ანგარიშის კლას და შემდეგ აი ამ კლიენტის კლასში უნდა იყოს შემავალი აი ეს ანგარიშის კლასი, ანგარიშის ობიექტი, ხო? და შექმნილი კლასების ობიექტების რეალიზება მოახდინეთ კონსოლში. ანუ აი ამ main-ში უნდა მოხდეს აი ამ ობიექტების შექმნა
და კონსოლში მაქსიმალურად გასაგებად და ლამაზად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რას გვეუბნებიან და როგორ არის განაწილებული ეს კლასები და ობიექტები ერთმანეთში. ხო, ანუ ეს სახელი, ეს ბელები უნდა იყოს მაქსიმალურად ლამაზად და დალაგებულად წარმოჩენილი კონსოლში. რა თქმა უნდა გამოიყენოთ property, ანუ ის თემები, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. დაგემშვიდობებით დღეს. მადლობთ რომ მისმინეთ, თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დააწვეთ ზარის ღილაკს, რათა არ გამოტოვოთ ხოლმე ახალ დადებული ვიდეოები, თუ რა თქმა უნდა მოგწონთ ჩემი არხი. გთხოვთ ასევე რომ დაალაიქოთ ვიდეო. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ წარმატებებს.